დავიწყებ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ მონაწილეობს ჩვენი აზრების საიტის ვიდეო კონფერენციაში. Დღევანდელი თემა ჩვენი საუბრის იქნება ის ახალი ინიციატივა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა და რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომ შემოვიდეს ახალი სისტემა, რაც გულისხმობს გამოსაშვებ გამოცდებს სკოლის დამთავრების ბოლოს, ანუ მე-12 კლასის ბოლოს მოსწავლეებს მოუწევთ საკუთარი ცოდნის დადასტურება ტესტის მეშვეობით, იმისთვის რომ აიღონ ერთი მხრივ ატესტატი და მეორე მხრივ იყოს ასევე ეს ერთგვარი ვიზა იმისთვის რომ უმაღლესში ჩააბარონ. საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ, თქვენი აზრით რა შემთხვევაში შეიძლება ეს სისტემა იყოს წარმატებული, რა პირობები უნდა დაკმაყოფილდეს ამისთვის, ან რა სიტუაციები შეიძლება იყოს, ან რა ალტერნატივები არსებობს, ან კიდევ თუ არის რამე რაც შეიძლება გამაყოფილდეს ყველას. გამარჯობა, სიკო მოგესალმებით. სასიამოვნოა საუბარი შენთან ბრძოლთვის და სასიამოვნოა რომ ეს მიმდინარეობს დისკუსია ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, როგორც აღნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად კვალიფიციური დისკუსია ნებისმიერ თემაზე, ძალიან მნიშვნელოვანი კვალიფიციური დისკუსია განათლების თემაზე და საფუძველი ამ დისკუსიისთვის მე მგონი სწორად და მნიშვნელოვანი არის ეს ახალი ინიციატივა, რომელიც შენახსენე. ჩემი მოსაზრებები მოკლედ ამ ინიციატივის შესახებ მე და გამოვაქვეყნე ეს ვიდეო კონფერენცია ალბათ პარალელურად შესაძლებლობას რო ინტერაქტიულ რეჟიმში მე ძალიან მაინტერესებს ჩემი აზრი. დავიკითხე ამ საიტზე და სხვა საშუალებებითაც, მაგრამ საუბარად ვერაფერი შეძლოს. მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ინიციატივა შეიძლება გახდეს განათლების ხარისხის გაუმჯობესების ინსტრუმენტი. ამისათვის საჭიროა რომ ის პასუხობდეს რამდენიმე მნიშვნელოვან პირობას. პირველი პირობა არის რომ ის სწორედ გააზრებული იქნას როგორც განათლების ხარისხის გაუმჯობესების კომპონენტი და არა თავისთავად იდენტურების მქონე ფაქტი ღონისძიება. მეორე არის ის რომ რომელიც პირველიდან გამომდინარეობს არის ის რომ შესაბამისად გახდეს შემადგენელი ნაწილი მთელი განათლების ხარისხის მართვის პროცესისა სკოლაში 12 წლიანი პროცესისა პირველიდან მე-12 კლასამდე და მესამე გახლავთ ის რომ უნდა დაზუსტდეს მისი წარმატებისთვის საჭიროა რომ ჩვენ გვქონდეს ადეკვატური მოლოდინები, ანუ უნდა დაზუსტდეს ის მოლოდინები, რომელიც ჩვენ გვაქვს კონკრეტულად ამ ინიციატივის მიმართ. ეს ამ სამფირობას თუ დააკმაყოფილებს ეს ინიციატივა და მისი განხორციელება მე ვფიქრობ რომ მას აქვს წარმატების სერიოზული შანსი. Absolut, გეთახმებით იმაში რომ თუ ეს არ გავიაზრეთ როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი ხარისხის მართვის სისტემის, ვიცით მე ვფიქრობ რომ პრობლემა სწორედ შეიძლება ის იყოს რომ ესე იგი იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ეს სისტემა თუ იქნება ერთადერთი ეს ვთქვათ ორიენტირი საზოგადოებისთვის სისტემის წარმატებისთვის. პრობლემა შეიძლება იმიტომ იყოს რომ ვთქვათ ამ დღევანდელ სისტემაში ჯერ განხორციელებულა სხვა ისეთი ვთქვათ ქმედებები, მაგალითად ისეთი სისტემა არ ამუშავებულა როგორც ვთქვათ აკრედიტაცია, რომელიც იტყოდა კონკრეტულ სკოლას რა წარმატებები აქვს, ან ვთქვათ შეიძლება არ ეთქვა მაინც შედეგები განათლების, მაგრამ იტყოდა იმ პროცესის შესახებ, რომელსაც სავარაუდოდ ესე იგი ვიფიქრებით თუ რა შედეგი შეიძლება ქონდეს. და ამ ჩვენ სისტემაში პრობლემა ის არის რომ ესე იგი თუ ეს სისტემა შემოვიდა ჩემი აზრით სხვა სისტემების თანხლების გარეშე
საზოგადოებისთვის ერთადერთი ორიენტირი სკოლის შერჩევის დროს ან თქვა წარმატების შეფასებისთვის სხვა შეიძლება გახდეს ტესტზე მიღებული შედეგები, რაც გამოიწვევს ტესტისთვის მომზადების სისტემის სამუშაებას უფრო მეტად, რაც გააუმჯობესებს ხარისხს. გარკვეულწილად იმ სკოლებში, სადაც საერთოდ არ არსებობს არანაირი ორიენტირი, მათ ჩემი აზრით შეიძლება შეცვალოს ორიენტირები ისეთ სკოლებში, სადაც არსებობს უფრო ფართო ხარისხის ორიენტირები. ერთ-ერთი პრობლემაა კიდევ რაც თქვენთანაც პრინციპში ჩანდა სტატიაში, რაც ვფიქრობდი, არის დანერგვის გზა. ანუ როგორ შეიძლება ესეთი სისტემის დანერგვა ისე რომ მინიმალიზებული იყოს რისკები და მაქსიმალურად კონდეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ველოდოთ გაუმჯობესების თუ აი პრობლემთან დაკავშირებით. რა არის თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით? დიახ, ვინაიდან შესაძლო შედეგი ამ ცვლილების როგორც დადებითი და სწორედ ამ შედეგზე ორიენტირებული, მაგრამ რისკიც გამომდინარე მნიშვნელობიდან და უთვისობიდან ამ ინიციატივის არის დიდი, ჩემი აზრით სწორი იქნებოდა რომ ჩვენ მოგვესინჯა ეს სისტემა ერთ ლოკალიზებულ ადგილში, მაგალითად შეიძლება იყოს ქალაქი, რომელიმე ხაზზე კონკრეტულად არ წარმოდგენა, მაგრამ ამ არაქმნიშნობა შეიძლება არასდროს მიმართულებით დაიფაროს ფიქრი. ერთი კონკრეტული ქალაქი, სადაც სკოლების რაოდენობა არის 5-6 შეიძლება 7, სამართავად ადვილი, ქალაქი შეიძლება იყოს მეტად რეპრეზენტატიული რომელსაც ქალაქის სკოლების ახასიათებდეს ურბანული სკოლებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ასევე სოფლის სკოლებისთვის დამახასიათებელი ნიშნები და რამდენიმე წლიანი პილოტირების შედეგად ვნახოთ რა შედეგებს გვაძლევს და სწორედ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მოლოდინების გაზუსტების თვალსაზრისით, აი ეს ამგვარი დანერგვა, ეგრეთ წოდებული ეტაპობრივი დანერგვა მნიშვნელოვანი იქნება სწორედ ჩვენი მოლოდინების გაზუსტების მათი გაადეკვატურების თვალსაზრისითაც კონკრეტულად გულისხმობ ჩვენი მოლოდინების გაზუსტებაში მესმის რომ ერთ-ერთი პრობლემა, რომლის წინაშეც თხანან ჩვენი სკოლები განსაკუთრებით მაღალ კლასებში არის დასწრების საგანმანათლებლო ჟარგონზე ჩართული პროფილია. ეს არის ის, რომ მაღალ კლასებში სტატისტიკური კვლევები არ მინახავს, ვერც რომ არსებობდეს, მაგრამ შავზე ემპირიულად ჩანს, რომ დასწრება არის ნაკლებად ძალიან ბავშვები სწავლები სკოლაში. და აი ამ პრობლემის, სერიოზული პრობლემის გამოსწორების ინსტრუმენტად სახელდება გამოსაშრები გამოცდები. მე ვფიქრობ, ამ მოლოდინის გაზუსტება და კორექტირება სჭირდება ჩემი აზრით, მიზეზ შედეგობრივი კავშირი ამ მოვლენაში არ არის, ანუ გამოსაშრები გამოცდები არ მოგვცემს იმ ეფექტს, რომ ბავშვებმა სკოლაში იარონ და შეიძლება პირიქით მოგვცეს ეს ეფექტი, რომ გარკვეულმა ნაწილმა შეიძლება ვისაუბროთ ეს რაჭრები შეიძლება იყოს პრობლემის საერთოდ აფიქრებინოს, რომ თორად აღიქვანეს გამოსაშრები როგორც ერთი დამატებითი ძალიან სერიოზული ბარიერი შეიძლება მათთვის გარდაუვალ ხარისხი მოსაზრებათა გამო, საერთოდ აფიქრებინოს იმაზე, რომ დავიდანებონ სკოლას არა და ეს ბევრი მოსაზრების გამო ძალიან ცუდი იქნება რა მხოლოდ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ჩვენი საზოგადოებისთვის. ამიტომ რომ დაუბრუნდეთ თქვენ კითხვას, მე ვფიქრობ, რომ სწორი იქნება ჩვენ დავნებოთ ეს ინიციატივა ეტაპობრივად, ერთ რომელიმე ქალაქში დავაკვირდეთ რამდენი წლის ამის პარამეტრების გაზუსტება შეიძლება დავაკვირდეთ როგორ მუშაობს, მათ შორის როგორ ზეგავლენას ახდენს როგორც ჩვენი განათლების ხარისხზე, ანუ საჭირო იქნება
გაზომვა მანამდე და მიმდინარეობის შემდეგ რაღაც პერიოდის განმავლობაში დასრულების შემდეგ როგორ ზეგავლენას მოახდენს მოტივაციაზე ადმინისტრაციის, მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების მათ შორის როგორ ზეგავლენას მოახდენს დასწრებაზე და შევეცადოთ ავხსნათ რატომ მოხდა ის რაც მოხდა, გავიგოთ მიზეზები. მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგ მასალას მოგცემს იმისათვის, რომ ჩვენ ანალიზის შედეგად შემდეგ ვიფიქროთ, როგორ შეიძლება გაფართოება ამ ინიციატივას, მაგრამ ეტაპობრივობა განმეორებაში არის ერთ-ერთი კომპონენტი, მხოლოდ ვფიქრობ, აი რაზედაც თქვენი საუბრეთ, თქვენს შესაძლებლობაში ძალიან მნიშვნელოვანია გამოსაშვები გამოწვევების დანახვა, სწორედ როგორც ორგანული ელემენტისა განათლების მართვის ხარისხის. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ჩემი აზრით, ფუნდამენტურად არასწორი იქნება, რომ სასკოლო ატესტატი ნიშანი დაიწეროს მხოლოდ და მხოლოდ გამოსაშვები გამოცდის ნიშნის საფუძველზე. მთელი ჩვენი ხელმძღვანელობის შექმნილი ეროვნული სასწავლო გეგმის აზრი სწორედ ის არის, რომ ნიშანი, როგორც ამ 12 წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის შეფასება და ასახავდეს მთელ ამ 12 წლიან პროცესს, რომელიც არის სამსახურებურად დაყოფილი. მაგარ დარწმუნებული, რომ ეს სწორი მიდგომაა ეფუძნება მართლაც თანამედროვე გამოცდილებას ამ სფეროში საერთაშორისოს და ის თქვენმა პილოტირებამაც, რაში მე ვფიქრობ პილოტებმაც რეფორმის საჭიროა, რომ ეს სწორიც არის ჩვენ გვაქვს გარკვეული ფრთხილი ოპტიმიზმის ნიშნები სწორედ განათლების ხარისხის ზრდის თვალსაზრისით სხვადასხვა პრობლემები ამას გვიჩვენებს, ამიტომ მე ვფიქრობ ფუნდამენტურად არასწორი იქნებოდა, რომ უარი გვეთქვა აი ამ მიდგომაზე იმის ასარგებლოდ, რომ მხოლოდ გამოსაშვები გამოცდის შედეგებით იქნას შედგენილი ეგრეთ წოდებული სასკოლო ატესტატი დაეფუძნოს მხოლოდ გამოსაშვები გამოცდების შედეგებს. ჩასულობა მასაც პრობლემაა იმ ქვეყნებში, სადაც ესეთი სისტემებია, თუ იქ ვთქვათ არის ცდუნება, რომ სკოლამ თავიდან მოიშოროს პრობლემური ბავშვები, რომ არ გამოჩნდეს წარუმატებლობა ამ საბოლოო გამოცდებზე, ან არის მეორე მიდგომა, იქ სადაც ეს ამ ჩასულობის რეგულირება, ან გაართულეს ბავშვის გაგდება სკოლიდან, იქ ხდება ხოლმე ჩატოვება და ძალიან საინტერესოა მე-9 კლასისთვის გროვდება ხოლმე ბავშვების ნაკადი, ვისაც პრობლემურება თავიქვავენ, მაგრამ კიდევ ერთი ტენდენცია, რაც ჩანს ხოლმე ესეთ ტესტების დროს, ამ ეფექტის შედეგი არის ის, რომ მასწავლებლები იწყებენ მასიურად და სკოლები მასიურად მოტყუებას. საერთოდ ეს სწორი ფენომენია, ძალიან რთულია ცენტრალიზებულად ესეთი გამოცდების ჩატარება, ანუ პრაქტიკულად არსად რომელიმე ცენტრი, როგორც ჩვენთან მაგალითად გამოცდების ეროვნული ცენტრია არ ატარებს, ანუ ყოველთვის ამზადებს ესეთი ცენტრი ტესტს და ადმინისტრირებას აკეთებს სკოლა, ანუ უგზავნიან ხოლმე ტესტებს და ისინი აკეთებენ ადმინისტრირებას, შემდეგ ანალიზს უკვე აკეთებს ისევ რომელიმე ესეთი ცენტრალურად არსებული ორგანო. და მასწავლებლები ესეთ შემთხვევაში ძალიან ხშირად იტყუებენ, მაგრამ არამხოლოდ ამ შემთხვევაში სკოლები ხშირად ცდილობენ, რომ მოსწავლეები ისეთ კატეგორიაში გაიყვანონ, რომელიც გააადვილებს მათთვის ატესტატის მიღებას. ან სკოლის შეფასებისთვის არ იქნება პრობლემა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სკოლების შეფასების სისტემა იყო ტესტების დაფუძნებული, სპეციალური და სხვა შორის სამი დღის წინ იყო საუბარი იმაზე, რომ შეიძლება არ ღირდეს ეს მაინც განათლების ხარისხის სასამართლებლად. ამ სისტემის გამოყენება იქ იყო ესეთი სისტემა, რომ შეგეძლო შეზღუდული მქონე ბავშვების თავი კატეგორიაში მოთავსება, რომ მათი გამოცდა სხვა ტიპის ყოფილიყო და შემდეგ იყო სრულდება სპეციალიზების ან სოციალური დაუსრულების იგივე კატეგორიაში გადაიყვანეს. პრინციპში მთელ იდეას სწორამოხიჭებდა და ბევრი ესეთი პრობლემა შეიძლება გაჩნდეს. რაც შეეხება დანერგვის პრობლემებს, ასეთად გეტახაზეთ,
ჩვენ არ ვიცით რა შეიძლება ველოდოთ იქიდან გამომდინარე გვაქვს ქვეყნები როგორც ვთქვათ ინგლისი და გერმანია სადაც 200 საუბრობელი მსგავსი სისტემა მუშაობს და პრინციპში ისინი მაინც არაპირებენ ამის შესწავლას მაგრამ გვაქვს ქვეყნები სადაც ეს სისტემები უფრო ახალი განერგილია და პრობლემები აქვს მაგალითად ისეთ ქვეყნებში რომელიც გავს ჩვენსაც დემოგრაფიულადაც და ვთქვათ მსგავსი პრობლემები გვაქვს მაგალითად იორდანიის მაგალითი რომ ავიღოთ ძალიან გავს მოსახლეობის რაოდენობით ჩვენსაც და იქ გვაქვს სიტუაცია სადაც ასევე ტესტირების საფუძველზე იღებენ სოციალური განათლების ატესტატებს მაგრამ 12 კლასში ხდება გადიგება ბავშვების ანუ საკმაოდ ბევრი ტოვებს 13 კლასის დასაწყისშივე სკოლას პრინციპში ალტერნატივა რა შეიძლება იყოს იმ სისტემის თუ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვთქვათ მასწავლოთ ამ გზით გამოვცდით ამ სისტემას და დავინახავთ რომ ვთქვათ შესაძლოა რაღაც გამარჯვება დააჭირდეს სანამ ფერენდას მიკითხაზე ვიპასუხებდეთ მინდა ხაზი დავუწყოთ ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება სადაც ჩვენ ახსენეთ ის რომ ასეთ გამოწვევების ადმინისტრირება სკოლები აკეთებ. ფერმაბინატრაც გვესმის ეს ინიციატივა გასმოვანდა სწორედ აი ამ კონტექსტში სკოლების პრესტიჟის გასაგებელში ამგვარად სასწავლო ატესტატის პრესტიჟის გაზრდა მაგრამ ალბათ ინგლისურა სასწავლო განათლების პრესტიჟი პრესტიჟი ალბათ მაგამაის ორი სიტყვა მაგრამ თუნდაც სასწავლო განათლების ხარისხის გაუმჯობესება რაც ზრდის შემდეგ გაზრდის დაკავშირებულია სკოლის სასწავლო განათლების აკადემიის საზოგადოებრივი ნდობის ამალებს თუ ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ძალიანაც რეფორმის ახალი ეტაპის მეორე ეტაპის როგორც ასე ეწოდა ერთ-ერთი მიზანი არის სწორედ სასწავლო განათლების პრესტიჟის ზრდა მაშინ თანამედროვეები უნდა ვიყოთ და უნდა მოვამზადოთ სკოლები იმისათვის რომ მათ შეეძლოთ ამ გამოცდის ადმინისტრირება თვითონ რომ შეეძლოთ ადმინისტრირება სხვა მხრივ გამოდის რომ ჩვენ სამართლიანად და სწორად საუბრობთ სკოლის სასწავლო განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და აქედან სკოლის მიმართ ნდობის ზრდაზე და მეორე მხრივ თითქოს შეიძლება ასე განსაკუთრებული რომ სკოლას არ ვანდობთ მისი მიერ მიღებული განათლების ხარისხის გაზომვას განამოწევს ატარებს განამოწევს ეროვნული ცენტრი პრინციპული მნიშვნელობისაა რომ სკოლას განათლების ეროვნულ ცენტრს აქვს იმის შესაძლებლობები მართალია რომ მოხდება ერთი წლის განმავლობაში მაგრამ განათლება სხვა ორგანიზაციები შეიძლება ჩაერთონ რომ სკოლას გაუძლიერდეს სწორედ შეფასებითი ჩვევები და შეფასებითი უნარები და ამ პროცესის რაღაც ეტაპზე სკოლამ უკვე დამოუკიდებლად უნდა შეძლოს და მიუკერდებლად უნდა შეძლოს კვალიფიცირება დამოუკიდებლად და მიუკერდებლად უნდა შეძლოს შეფასება არა მხოლოდ მე-12 კლასის ბოლოს არამედ მთელი სასწავლო საფეხურის ბოლოს ან სასწავლო წლის დასაწყისში სწორედ რომ დაუბრუნდები ალბათ ეს მაგრამ სწორედ ეროვნული სასწავლო ჩვენი ეგმის ან კურიკულუმის შესაბამისად, სადაც ძალიან ნათლად და მკაფიოდ ყოველი სასწავლო წლის ბოლოს არის მოცემული საკუთარი მიზნები და მათი დონეები, ისე რომ როგორც პრაქტიკულად ყოველი ბავშვის შესაძლებლობებს და ძლიერ მხარეს. რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ ის რომ საკუთრების განცდა კონდეს სკოლას აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი რომელიც არის გამოსაჭრელი გამოსცემი. რომ დაუბრუნდეთ თქვენ კითხვას რა შეიძლება იყოს ალტერნატივა საერთოდ გამოსაჭრელი გამოცდას რომ კონდეს მისაღები გამოცდის ფუნქცია და ამაზე ალბათ ვისაუბრებთ ძალიან ცოტა
თანასწორ მეთოდოლოგიურად ძალიან რთული არის სხვადასხვა ტიპის სოფლსა და უნარებს ამოწმეს ერთიც და მეორეც მაგრამ თავი დავანებოთ ვთქვათ ამ დაძლებადობას ალბათ შესაძლებელია დაძლებადობა რამდენიმე ქვეყანაში ტარდება ეს შეთავსებული გამოცდები ანუ როდესაც გამოსაშრებ გამოცდებს ავტომატურად კატეგორიული ფუნქციაც მაგრამ ალტერნატივა გამოსაშრები გამოცდების ერთადერთობის არის ის რაც ჩვენ ვთქვით რაღაც რაზეც ვისაუბრეთ არა უნივერსალურად დადგენილი რეცეპტი რომელიც ყველას მოერგოს მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ პროცესორებას ავიღებთ იმ ქვეყნებზე ვინც რეგულარულად მაღალ ადგილებს იკავებს საერთაშორისო კონკურსებში შეჯიბრებებში ალბათ აქედან უნდა შევარჩიოთ ის ქვეყანა რომელიც წარმატებული ქვეყნებიდან ის ქვეყანა რომელიც როგორც ვთქვით მეტნაკლებად რაღაც პარამეტრებით დემოგრაფიული, ურბანული და სოფლის მოსახლეობის თანაფარდობა, შემოსავალი და ასე შემდეგ გავს საქართველოს და ამ სისტემის ყველა პარამეტრი, ამიტომ ვისაუბროთ ჩვენთვის ასურველ ასე ვთქვათ კონფიგურაციაზე უნდა იყოს ის, რომ გამოსაცდელს უნდა კონდეს რაღაც თავისი კვედრითი ილი მთელ შეფასებაში. ეს ალბათ რა გამიჭირდება ახლა როგორი უნდა იყოს ეს კვედრითი ილი, მაგრამ ამის დადგენა შესაძლებელი როგორც ვთქვათ შეფასებაში იგივე რომ სასწავლო გეგმაში ჩვენ ვიცით რომ თავისი კვედრითი ძილი აქვს ასე ვთქვათ პრეზენტაციის უნარს, ჯგუფურ მუშაობას, აქტიურობას და ასე შემდეგ. აღწერებას მაგალითად აღწერას აი ასეთნაირად შეიძლება გაკეთდეს არ ვიცი შეიძლება იყოს 25%-იან რაიმე სხვა სქემა მაგრამ ერთის მხრივ რომ ყველას კონდეს ნათელი წარმოდგენა რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ეს არ არის უბრალოდ ჩასაქმნები ან ასე შემდეგ იგნორირების რისკი მაგრამ მეორის მხრივ ეს არ არის დომინანტური კომპონენტი რომ მეორე მხრივ არ გაჩნდეს იმის განცდა რომ 12 წელს მნიშვნელობა არ აქვს მე ხარ მოვინდომებ 3 თვე ან 4 თვე და დავძლევ ამ გამოცდებს მით უმეტეს მეუბნებიან რომ ზურგული იქნება ძალიან დაბალი მინიმალური ასე რომ თუ ამას ეკნება თქვა 25% ან 30% მაგრამ უმრავლესობა ისა ჯამური ნიშნისა იქნება სწორედ თქვა პოლოსაფეხურის ნიშანი, ინასაფეხურების ნიშანი სხვადასხვა ხალხში. მე ვფიქრობ ეს საზოგადოებრივ ფსიქოლოგიაში სწორ ადგილს მიუჩენს გავლი 12 წელსაც და აი ამ ბოლო ძალიან მნიშვნელოვან აკორდს, რომელსაც მე გამოსაშრები გამოსცა და ორგანულად შეახამებს ერთმანეთთან, ასე რომ ჩემი არჩევანი იქნებოდა რომ გამოსაშრებს კონდეს თავისი კვედრითი წვლილის წლიან შეფასებაში, ხოლო წლიანი შეფასება ჩამოყალიბდეს 12 წლის განმავლობაში მიღებული ნიშნებიდან, შეფასებებიდან და ძალიან მნიშვნელოვანი ვინაიდან დასწრებაზე და ჩართულობაზე ვსაუბრობდით, სწორედ როგორი მონაცემები აქვს მოსწავლეს თემაში, რამდენი დააწინა, რამდენი დაადმიანა და ასე შემდეგ. ჩასაფრების ელემენტი არ უნდა კონდეს, ეს უნდა გამოცხადდეს დღეს და შეიძლება ვთქვათ ამოქმედება დაიწყოს რამდენიმე წლის შემდეგ, მაგრამ ასეთ სწორი მოლოდინების ჩამოყალიბების თვალსაზრისით მე მგონი მნიშვნელოვანია ეს სწორედ ასეთი ადგილის მიჩენა გამოცდებისთვის. საინტერესო არის რომ აი მსგავსი სისტემის დანერგვა წავდეს ამერიკის ერთ-ერთ შტატში, მასაჩუსეტსში ძალიან დაბალი ზღურბლი დააწესეს ტესტირების დროს და შემდეგ შეეცადნენ რომ ეს აიმაღლებინათ ვთქვათ თამასა და საინტერესო რამ მოხდა. ანუ მათი მოლოდინი იყო რომ როცა ამაღლებენ ამ ვთქვათ მოთხოვნებს, ესე მოსწავლეების შედეგებიც ნამდვილად დაეწეოდა. ან პირიქით როცა ესენი ამაღლებოდა და ესენი დაეწეოდნენ საკუთარი მოთხოვნებით. პრობლემა ის იყო საინტერესო რაც მოხდა იყო ის რომ სკოლების რაოდენობა რომელსაც ცუდი შედეგები ჰქონდა ის ყოველწლიურად იზრდებოდა ამ ვთქვათ ზოგიერთი საწევასთან ერთად. ანუ სკოლები ვერასოდეს ვერ ეწეოდნენ ამ ვთქვათ მოთხოვნას. საინტერესო იმდენად არის რომ თავისთავად გახდა პრობლემა პოლიტიკოსებისთვის, იმიტომ რომ ვთქვათ აჩვენებდა უფრო და უფრო უარეს შედეგებს
საზოგადოების თვალში უარა შედეგით და იმის გამო რომ პრინციპი ვერ გამოიწვია მაინც ხარისხის გაუმჯობესება, არამედ ადამიანებმა ისწავლეს ტესტისთვის მომზადება. ესე რომ მე ვფიქრობ, რომ დანერგვის დროსაც ვთქვათ ესეთი ნიუანსების გათვალისწინება იქნება მნიშვნელოვანი, რომ არ დავიწყოთ ძალიან დაბალი თამასით, ამით დავიწყოთ ისეთით, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ სამაგიეროდ შეთავაზოთ მოსწავლეებს დახმარება იმისთვის, რომ მიაღწიონ. ანუ თქვათ თუ იქნებოდა დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც მე-11 კლასის დასაწყისში შეამოწმებდა თუ რამდენი ბავშვს აქვს საკმარისი კომპეტენციები იმისთვის, რომ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე წლის ბოლოს დაძლიოს და ვისაც არ აქვს, მას ჰქონდეს შესაბამისი დახმარების პროგრამა იმისთვის, რომ გადავალხოს ეს კომპეტენციების ღვარი. ანუ თავისთავად პრინციპი რომ იყოს ის, რომ ჩვენ ეს ბარიერი ჰქონდეს იმისთვის, რომ იყოს ორიენტირი რისკენაც მიყავს მოსწავლეები და არა ის რომ იყოს ბარიერი იმისთვის რომ მოსწავლეებს უხდათ რომ თქვენ ზოგადად საქმე თქვენ ჩაიჭირეთ. აბსოლუტურად ერთასობით ეს არის ნეგატიური და პოზიტიური მოტივაციის პრობლემა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორედ ძალისხმევა ჩვენ წავიდეს რომ ჩვენ პოზიტიური მოტივაცია დავუსახოთ მოსწავლეებს ეს სამართლიანად მასწავლებლებს. მასწავლებელს აუცილებლად და ისევე როგორც მასწავლებლის სერტიფიცირება არ არის სადამჭირებლო ღონისძიება, არამედ არის სახელმწიფოს სურვილი, უცხოელი სურვილი, რომ ხელი შეუწყოს მასწავლებლის კვალიფიკაციის გადასახადიდან გამომდინარე. განათლების ხარისხის და ასევე დამოწრებული არ უნდა იყოს აქტიური როგორც სადამჭირებლო ღონისძიება და შლაგბაუმი სადგურის სკოლის ეზოში ხომს ჩავარე პარაგრაფი ყურა და შაფჭებიან მეორე ხარისხოვანი მოქალაქე ერთი არ ამგონია მინდა ასე ვთქვი ეს მაგრამ ასე არ უნდა იყოს აქტიური არავის მიერ არამედ ძალიან ისეთი ტრადიცია და ხილული ერთ-ერთი იმისათვის რომ ჩვენ მოვუწოდოთ და დავეხმაროთ მოსწავლეს სწორი ორიენტირები დაუსახოთ აქაც მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია რომ გადაგახსოვდეს რომ გვაქვს ეროვნული სასწავლო გეგმა სადაც ეს ორიენტირები ამ ორიენტირების კორექტირება შეიძლება ბუნებრივია რაც გარკვეული დროის შემდეგ მაგრამ როგორც ასეთი ეს სისტემა არსებობს ერთიანობაში და მთლიანობაში გააზრებული სისტემა რომელიც ტესტირებულია საქართველოს ყველა ტიპის და ყველა რეგიონის სკოლაში და სწორი იქნება რომ ჩვენ ეს ეროვნული სასწავლო გეგმა გამოვიყენოთ როგორც ინსტრუმენტი იმისათვის რომ მოსწავლეებს და მასწავლებლებს და მთელ სასწავლო თემს და საზოგადოებას ეს პოზიტიური ორიენტირები დაუსახოთ და არავითარ შემთხვევაში არ იქნება ახმული ახალი ინიციატივა რომელსაც მე და ფაქტორებით იმაზე რომ აქვს პოტენციალი იმისათვის რომ ის წარმატებული იყოს სწორედ განათლების ხარისხის თვალსაზრისით წარმატებული იმპულსი მისცეს, კარგი იმპულსი მისცეს არის სწორედ აქეთკენ მიმართული ხა როგორ დავინახავთ აქეთორი გზით მივიდივართ თუ არა აქ ნამდვილად არ არის ველოსიპედი გამოსაგონი ჩვენ გადაწყვეტით არსებობს განათლების ხარისხის ინდიკატორები, რომ მაჩვენებლები, რომელიც განათლების დამტკიცებულია საქართველოში, ძალიან სერიოზული დახინსა და ანალიზის პროცესის შემდეგ დამაშ ძალიან ბევრი სპეციფიკაციით მონაწილეობით აქტიურად და ძალიან ბევრი სამყარო უცხოელი ექსპერტი მონაწილეობდა და ქართველი ექსპერტი რა თქმა უნდა არსებობს ეს ინდიკატორები და ჩვენ უბრალოდ ძალიან ერთსინდისიერად უნდა ხალხური ვადევნოთ აი ამ შეფასებებს იქნება ეს ეროვნული შეფასებები თუ საერთაშორისო შეფასებები და გვაქვს კარგი სასტარტო წერტილები რამდენიმე სერიოზული საერთაშორისო შეფასებაში საქართველოს მიიღო მონაწილეობა წინა წლებში და ასე გვაქვს შესაძლებლობა შევადაროთ მომავალ წლებში საიტენ წავალ და მათ შორის საერთოდ გავანალიზოთ რატომ წავედით იქ სადაც წავედით საფუძვლის ბოლოს პროფესორად სელს რაც შეფარდება არის პიზა, სადაც საქართველოს პირველად იღებს მონაწილეობას ეს არის განვითარებული ქვეყნების, მაღალი შემოსავლის, რესურსულ მოსახლეზე მაღალი შემოსავლით
მქონე ქვეყნების კლუბი გაერთიანება აქტიურად იღებს საქართველოს სკოლებიდან მოსწავლეების მონაწილეობას ეს მოგვცემს ერთგვარ ნიშნულს იმისათვის რომ 4 წლის მერე 5 წლის მერე დავინახოთ სად მივიდივართ და ყველა მართლა ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის რომ პოზიტიურ შედეგებზე ვიყოთ ორიენტირებული და მათ შორის როგორც თქვენთვის აქ უნდა გამოვიყენოთ რაღაც საზოგადოებრივი ენთუზიაზმი ხო ამ ინიციატივის მიმართ როგორც თქვენთვის და დავინახოთ როგორც განათლების ხარისხის ამაღლების მნიშვნელოვანი კომპონენტი. ძალიან დიდი მადლობა საუბრისთვის, ძალიან საინტერესო იყო. იმედია, რომ შესაძლებლობა მომავალში შეიძლება არა მხოლოდ განათლების საკითხთან დაკავშირებით კიდევ გამართოთ ვიდეო კონფერენცია.